როგორც გითხარით, თანამედროვეობა, თანამედროვე ყოფა ხასიათდება იმით, რომ განმანათლებლობა ხდება პერმანენტული და ის სხვა ტიპის არის, ვიდრე იყო აქამდე. ეს არის ვითარება, როდესაც ამ სოციალური ქსელების საშუალებით ეს ყველა ადამიანს აქვს, პრინციპულად ყველა ადამიანს აქვს საშუალება იყოს განმანათლებელი და შექმნას ეს განმანათლებლური ჯგუფი, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი იყოს და პრინციპში დაემთხვეს მისი საზღვრები დაემთხვეს აი სწორედ ამ დიდი იდენტობის კონკრეტული დიდი იდენტობის მატრებლების საზღვრებს. და შედეგად, როგორც ასევე თქვი, ვიღებთ იმას, რომ შესაძლებელია ისეთი სამოქალაქო საზოგადოება, როგორცაც ჩვენ მას აქამდე ვიცნობდით და სადღაც ახალი დროიდან დღემდე არსებობს, შეიძლება ესეთი სამოქალაქო საზოგადოება უბრალოდ აღარ იყოს, რომ ეს არ იყოს გარკვეულ იდეებზე და მიდგომებზე დამყარებული ერთობა, არამედ შეიძლება ეს მისი ადგილი ჩაანაცვლოს გარკვეულ აი ამ დიდი იდენტობის შემუშავებაზე შექმნილმა ერთობამ. ანუ არავინ აღარ იქნება იდეების მატარებელი და გამავრცელებელი, ყველა იქნება იდეების შემოქმედი. შედეგად მივიღებთ იმ ვითარებას, რომ აი ძველი აზრით სამოქალაქო საზოგადოება არ იარსებებს. შეიძლება პრინციპში ასეთ ვითარებამ გამოიწვიოს, ანუ კონტრმოქმედება დაიწყოს და ასეთ ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების უფრო დავიწროება. ანუ აღარ არსებობდეს ისეთი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოება და არსებობდეს პატარა ჯგუფები არსებობდეს, რომელიც, შედარებით პატარა თქმა უნდა, რომლებიც იქნება განმანათლებელი საზოგადოებები იქნებიან, ანუ რომლებიც გაავრცელებენ თავის იდეებს, შექმნიან პატარა ჯგუფებს, შემდეგ ამ იდეებს გადმოიტანენ ვირტუალური სამყაროდან რეალურ სამყაროში, ვიღაც დაიწყებენ მის გავრცელებას, ოღონდ სპეციფიკური სახით, ანუ სხვა ადამიანების ჩართვას არ თავიანთ მიკროჯგუფებში, შედარებით, რა თქმა უნდა, ისევ ვიმეორებ, მიკროჯგუფებში და საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ საზოგადოებას, როდესაც ეს ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, საბოლოოდ ალბათ მივიღებთ პერმანენტული განმანათლებლობის მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას. ანუ როდესაც იარსებებენ საზოგადოება იქნება შემდგარი განმანათლებლური ჯგუფებისაგან და არა დაუშვათ და მათ შეიძლება საბოლოოდ მათაც უწოდოთ რაღაცა ტიპის სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ეს მაინც არ იქნება ის ჰომოგენური სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც დღეს ვადევნებთ ხალხს, რომელიც მონაწილეობს, რომელიც ფაქტობრივად საფუძველს უდებს თანამედროვე პოლიტიკურ პროცესს და უფრო მოსალოდნელია, რომ იყოს პროფილური საზოგადოებები, პატარ-პატარა საზოგადოებები, რომელიც უარ გამოიწვევს იმას, რომ ეს იქნება დიდი იდენტობის მატრებელი საზოგადოებები, მაგრამ ესეთებად ეს ალბათ საბოლოოდ მოხდება საზოგადოების სტრუქტურირება პატარა ჯგუფებად. კიდევ ერთი შედეგი, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში მივიღოთ, არის ესე იგი მინი საზოგადოებები, რომელიც იქნება ემპათიაზე დამყარებული, ანუ როდესაც ეს ადამიანები, ვინც კონკრეტულ ჯგუფში იქნებიან, სრულ ურთიერთგაგებაზე იქნება დაყრდნობილი. ანუ ყველა ადამიანი იპოვის თავის პატარა სასრულდერთობას, რომელსაც ის გაერთიანდება, მაგრამ ეს პატარა ხო გეუბნებით, პატარა ეს ტერმინებია, რომელთაც მე ვთქვი ფაქტორო დღევანდელ ვითარებასთან შედარებით შესაძლებელი განსხვავებული სოციალური სიტუაცია. სულად შეიძლება პატარა არ იყოს, ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი რიცხობრივად, მაგრამ მინი საზოგადოებები ეს მაინც იქნება დღევანდელ საზოგადოების სტრუქტურასთან შედარებით, მაინც ეს უფრო ალბათ იქნება მინი საზოგადოებები. ამ აზრით შესაძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დიდი იდენტობა უბრალოდ აღარ იარსებებს, ეს ვარიანტი შესაძლებელია, ამაზე ცოტა ქვემოთ ვიტყვი, მაგრამ აი სწორედ ამ ემპათიაზე დამყარებული საზოგადოებებმა შეიძლება მიგვიყვანონ, ესე იგი, უფრო სხვა, ესე იგი, საკმაოდ ისეთამდე პარადოქსულ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანონ, ემპათია
ემპათიას დაყრდნობილ საზოგადოებიდან ალბათ ერთი ნაბიჯი იქნება პარანოიდალურ საზოგადოებამდე, პარანოიას არის ასე იგი ჰიპერბოლიზებული ემპათია და შეიძლება ასეთი სუპერ პარანოიდალური მინი საზოგადოებებიც კი მივიღოთ. ძნელია ახლა ილაპარაკო როგორი რა მოხდება, ანუ როგორ მოახდენს ეს გავლენას პოლიტიკურ სტრუქტურებზე, ყოველი ადამიანის ცხოვრებაზე, მაგრამ სავარაუდოა, რომ აი სწორედ ეს განვითარება, რასაც იძლევა დიდი იდენტობის მესამე მაკონსტრუირებელი შემოყვანა და შემდეგ ბავშვად ორი ძველი ესეთი ტრადიციული მაკონსტრუირებელი ჩართვა აი ამ სოციალურ ქსელებში და მათი საშუალებით გაგრძელება იდენტობის კონსტრუირება შეიძლება სწორედ აი ამ ვითარებამდე მიგვიყვანოს, ანუ ერთი მხრივ ეს იქნება მიკროსაზოგადოებები, ემპათიური ერთობები, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია არსებობდეს ეს პარანოიდალური ერთობებიც. და ბოლო კითხვა, რომელზეც აი ამ სალექციო კურსის დასასრულს მინდა მივხედო, ვთქვათ, ესე იგი დავსვა ეს კითხვა. ახლა როგორც ჩვენი ლექციებიდან გამოირკვა, ესე იგი დიდი იდენტობა შედარებით ცოტა ხანი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი იდენტობა როგორც იდეოლოგია არსებობდა ალბათ დაახლოებით იმდენი ხანი, რამდენიც არსებობს კულტურა და რამდენიც არსებობს ადამიანი, რამდენიც არსებობს ტექსტები, მაგრამ თვითონ დიდი იდენტობა როგორც ასეთი არის შედარებით უფრო მცირე პერიოდის, ну სადღაც იქნება როგორც დიდი იდენტობა სადღაც იქნება ინდუსტრიალიზაციასა და მოდერნიზაციასთან ერთად და გახსოვთ ეს თქვენ რომ მოდერნიზაციის სამი ნიშანი როგორც არის ურბანიზაცია, ინდუსტრიალიზაცია და სისტემური განმავლობა ამის საშუალებას იძლევა რომ დიდი იდენტობა შეიქმნას და ეს შესაძლოა არსებობს სულ რაღაც 200-250 წელი, მეტი არა. მაგრამ ეს იმდენად ჩვენშია და იმდენად ჩვენ სოციალიზაციაშია ჩართული, რომ ბუნებრივია უნდა დავსვათ კითხვა, შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაღწევა, გადალახვა. ну ეს გავს, რა თქმა უნდა, ახლა ვინც ფილოსოფიის ისტორია იცით, ეს გავს სანამ ეს ფორმა სპეციალურად ავარჩიე, ეს გავს, ესე იგი ჰაიდეგერის ყოფიერება და დროს ბოლო კითხვას, არის თუ არა დრო ყოფიერების ჰორიზონტი და შეიძლება თუ არა მისი გადალახვა, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ ეს ფორმაა ამისი იმასთან ჰაიდეგერის ფილოსოფიასთან ამას პრინციპში ესეთი შინაარსობრივი ცოტა კავშირი აქვს, მაგრამ სტრუქტურულად ეს კავშირი შეიძლება დავინახოთ, იმდენად რამდენადაც ჰაიდეგერი სწორად წერდა იმ სოციალიზაციის იმ არეგულირებებზე და ჩარჩოებზე, რომელიც ადამიანს ახასიათებს. და როდესაც ის სვამდა კითხვას სწორედ ამ დროის შესახებ, დროში სპეციფიკურ შინაარსებდა და დაახლოებით ის გულისხმობდა იმ სოფხოდველობრივ ჩარჩოებს და კოგნიტურ ჩარჩოებს, რომელიც ადამიანს ახასიათებს და კითხულობდა შეიძლება თუ არა ეს გადავლახოთ. ამიტომაც ვფიქრობ, დიდი იდენტობის მიმართაც სავსებით შესაძლებელია ესეთი კითხვა დავსვათ. გამოდევნე იქიდან რაც ვთქვით, პასუხი ალბათ მიუხედავად რაცა უნდა პარადოქსული იყოს, პასუხი არის ალბათ ისეთი, რომ გადალახვა შესაძლებელია. იმიტომ რომ სწორედ ამ სოციალური ქსელების შემოსვლა და შესაძლებლობა, რომ ადამიანები დანაწილდნენ მინი საზოგადოებებად, სწორედ გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია დიდი იდენტობა აღარ არსებობდეს. ანუ ფაქტობრივად აღარ არსებობდეს არავინ, ვინც საზოგადოებას წარმოისახავს და ეს საზოგადოება არ იქნება მისთვის ხელშესახები სოციალურ ქსელში. ანუ წარმოსახვითი საზოგადოების მთავარი მახასიათებელი რა არის, რომ ადამიანები წარმოიდგენენ მის არსებობას, ანუ ისინი არ იცნობენ მის ყველა წევრს, არ აქვს შესაძლებლობა ეს ყველა წევრი ნახონ, მაგრამ ისინი წარმოიდგენენ, რომ ისინი არსებობენ სადღაც და მათაც დაახლოებით იგივე წარმოდგენები და იდეები აქვთ, როგორც მათ. ანუ ეს არის წარმოსახვითი საზოგადოების ხერხემალი. სოციალურ ქსელების განვითარების შემთხვევაში, ანუ აი ამ ახალი რომელმაც დაიწყო არსებობა პრინციპში, როგორც დიდი იდენტობის ახალმა მაკონსტრუირებებმა, ესე იგი, ეს წარმოსახვითი საზოგადოების პრინციპული შეუძლებლობა, რომელსაც წარმოსახვითი საზოგადოების წევრი განიცდის, ეს შეიძლება უბრალოდ გააქროს. იმიტომ რომ პრინციპში აი მინი საზოგადოებებში შესაძლებლობა რომ ყველას ვირტუალურად შეეხოს არსებობს. შედეგად სავსებით შესაძლებელია, რომ დიდი იდენტობა როგორც ასეთი უკვე აღარ იარსებებს, ანუ იარსებებს ინსტრუმენტი, სოციალური ქსელი როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ნელ-ნელა ესე იგი დაიკავებს
ესე იგი რეალობის მანიფესტაციის ესეთი სრულყოფილი და სრულყოფილი აპარატის და ინსტრუმენტის ფუნქციას და სრულად შესაძლებელია რომ ის დარჩეს თქვა ფორმალური კავშირების აბსოლუტური იარაღად ანუ ის ქსელები ის სოფლიო ქსელი რომელსაც ჩვენ ყველანი გამოვიყენებთ და ნელა მივიდივართ იქიდან რომ ყველა გამოვიყენოთ მაგრამ დიდი იდენტობა როგორც ასეთი აღარ იქნება შეიძლება რაღაცა პერიოდი დიდმა იდენტობამ კიდევ ის კიდევ იარსებოს სახელმძღვანელოებში და სკოლების სახელმძღვანელოებში და სახელმწიფო იდეოლოგიაში მაგრამ როგორც ჩანს ნელ-ნელა ის სულ უფრო და უფრო ფორმალურ ხასიათს მიიღებს. საბოლოოდ რაში გადაიზრდება ეს ანუ კვლავ იარსებობს თუ არა სახელმწიფო იმ სახით როგორც რასახითაც დღეს არსებობს. შესაძლოა იმიტომ იმ სახით რასახითაც დღეს სახელმწიფო არსებობს მისი ისტორია სულ არის რაღაც 150-200 წელიწადი. ანუ დიდხანს არაა რაც ამ სახით არსებობს. ანუ რა მოხდება ამ შემთხვევაში? მოხდება რაღაცა ტიპის იმ სახელმწიფო სტრუქტურებთან დაბრუნება როგორც იყო დაუშვათ მოდერნიზაციის პერიოდამდე თუ რამე ახალი შეიქმნება ახალი ტიპის სახელმწიფო რომელიც დაეყრდნობა სწორედ აი ამ მინი საზოგადოებებს ეხლა ამისი თქმა ძნელია მაგრამ ფიქრობ ესე იგი სტრუქტურული წინასწარმეტყველება იმისი რომ დიდი იდენტობის გადალახვა შესაძლებელია და თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდა როგორც მიდის დღეს ესე იგი აი იმისი დიდი იდენტობის მაკონსტრუირებელი სამი აგენტის არსებობა და მათი ურთიერთობა სასწაულად შესაძლებელია რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში დიდი იდენტობა იყოს უკვე პრინციპში ისტორიული კონსტრუქტი იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ფიქრობდნენ და აზროვნებდნენ და მოქმედებდნენ ადამიანები სადაც 18 საუკუნის შუა წლებიდან 21 საუკუნის შუამდე